ეს არის 7 ივლისი და დღეს დაიდო თქვენი დროით ახალი ვლოგი პლიაჟის ხსნი ახლა ბავშვის იმას მე ხო საკიდებზე გავაშრე ესე გადაფენილი ხო და ესენი გაშრა და უნდა გავაუთხოვოთ მე და თქვენი ერთად ცოტა აკდია სტავდით ის რა ქვია გოგო და ვენტილატორთან დამება ენა ამათაც უნდათ ესენი უკანა მხარეს იყვნენ და მოგიტო გვიან შრებია ეს შრალია მაგალითად ქუდიც შრალია ესეც შრალი ეს ორი ცალი ბოდე სამი ბოდე დარჩა გასაშრალებელი ცხელა ან მე ცხელა როგორც ყოველთვის ვერ გეტყვით ეს ვეშოტები დავაბრუნოთ უკან საკითხზე ნელა ახლოვდება ლოგინის აწყობა ის აწყობის დრო ნელა ახლოვდება ქასითის ყიდვის დრო საწოლი ჯერ კიდე არ დამილაგებია დავალაგებთ ერთად დავიწყეთ დარჩენილი ტანსაცმლის გაუთოვება ჩემი ბაიასი მე ამის მეტი არაფერი აღარ მაქვს დაწყებითი თვეებისთვის გასაუთოვებელი და გასარეცხი მხოლოდ დამრჩა 3-დან 6 თვემდე ბოდეები გასარეცხი და ჯერ არ ვჩქარობ გავრეცხავ სანამ გავაჩენ გავრეცხავ ნუ ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტად აი ეს საწყისი პერიოდის ტანსაცმელი მეჩქარებოდა და всё უკვე დავაბინავე ესენი ვარ მშვიდად წყნარად და სადღაც ჩემი დაბადების დღის მერე 23 ივლისის შემდეგ ჩავალაგებ ჩანთასაც რომ მქონდეს მზად როგორც ვიცი აქ დიდად ბევრი არაფერი არ გჭირდება კლინიკაში მაგრამ მაინც რამოდენიმე ბოდეს ჩავდებ ჩემთვის და მისთვის გამოსაყვან ტანსაცმელს მე რაც უნდა ჩავიცვა გამოსვლისას და ბავშვმაც ნუ ესეთ რაღაცეებს რა მე განახებთ აუცილებლად ამ ჩანთის ჩალაგებას რას ჩავალაგებ ყველაფერს გაუცილებლად განახებთ მანამდე ჩემი დაბადების დღის მერე მინდა ასევე რომ საწოლი და ბაუნსერი ავაწყოთ კალიასკა მოვიტანოთ ნუ თვის ბოლო ესეთი დატვირთული იქნება ვლოგებითაც და ჩემი ყოველდღიურობას დატვირთული იქნება და ვლოგების დატვირთული იქნება ამჯერად ეს რამოდენიმე თვის ტანსაცმელი აი ეს პირველი ეს არის 3 თვემდე ტანსაცმელი ახლა რასაც ვაუთოვებ ხო და პირველი ტანსაცმელი პირველ ეტაპზე რაც ვუყიდე ძირითადად ერთფერშია და ეს უკვე ვეცადე რომ ცოტა ფერადი მეყიდა ცოტა ფერადი ბოდეები მეყიდა შევეცადე ყველანაირად ესენი სანერწყვეები ბევრი აქვს საჭიროა ძალიან ეს ისინი ქაღალდი რაც აქვს მე მარკები დავაჭრი აუცილებლად მერე ყველას აბსოლუტურად ბოდეებსაც და სანერწყვეებ ყველაფერს რასაც აქვს ყველაფერს მოვაჭრი ჩემი ღიპუცა სასაცილო ვარ ძალიან ხო და ესეთი პატარა ქუდები ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს ჯერ კიდევ არ წარმომიდგენია რომ მალე შევხვდები ჩემს მეორე სიცოცხლის აზრს და კიდევ ვერ ვიჯერებ რომ მალე ორი შვილის დედა ვიქნები და ორი პრინცესა მეყოლება და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება გარეგნულად რამდენი თმა ექნება ლილე იყო ძალიან თმიანი ლილე დაიბადა უზომოდ თმიანი ბავშვი თავზე ოღონდ ტანზე არ ქონდა თმა თავზე ქონდა ძალიან ხშირი და გრძელი თმები გრძელი მე ეს გრძელი თმები კი გასცვივდა დაახლოებით 3 თვიდან
დაიწყო გაცვენა თმებმა. მოვედით ექიმთან, დღეს არის 10 ივლისი. ახლა შემოვედი კლინიკაში, იმედია მეტყვიან დღეს საკენსროს თარიღს. მაინტერესებს იმედია დღეს მეტყვიან. ვარო 34 კვირის. და ნახოთ აბა. თუ ამ ვიზიტზე არა, შემდეგ ვიზიტზე უეჭველი მეტყვიან. Здесь грязно. Вставай, грязно на полу. Встань, сядь здесь. დამცხდა თმავიწიე, ძალიან ცხელა. მე ცხელა უბრალოდ შეიძლება სულაც არ ცხელა, მაგრამ მე მცხელა. აი ესეთი კითხვები. ასეთ კითხვებს მისმევენ ხოლმე, როცა მოვდივარ აქ. მეც და ყველა ორსულს. საქართველოში არ მახსოვს, მე მგონი დილოზე ესეთ კითხვებს რავი დაწერეს თუ ვინმე ეხლა ეკითხებიან კლინიკებში ეს რაღაცას ორსულს. მაგრამ მე მეუცნაურება, იმიტომ რომ ლილეზე ესეთი კითხვები მე არ მქონია. მაგალითად ერთ-ერთი ესეთია, რომ მე განვიცდი პანიკას, შიშს, მიზეზის გარეშე, ანუ რაღაც ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამოწმებენ ხოლმე ჩემსას და ყველა ორსულისას. მე გამოვცადე ტკივილი, რაღაც დარდი, яблоня, ბანის ჩასნა შტოკა. მე ვიყავ ისეთი უბედური, რომ ვიტირე კიდეც. რამდენად ხშირად ხდება, რამდენად არ ხდება და ესეთი რაღაც ფსიქოლოგიური, მენტალური მდგომარეობის კითხვები რა, როგორ მდგომარეობაში ხარ. ხო და სულ ეს ყველა მოსვლაზე თითქმის ესეთი კითხვარი მოვინახეთ რაღაცა მიკვინა და ესეთი კითხვარი მხდება ხოლმე. კარგია ეს. მე ვფიქრობ რომ კარგია, უცნაურია ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ეს პირველია. ლილეზე ესეთი კითხვები არ დაუსვამს არავის ჩემთვის, მაგრამ აქ ძალიან ინტერესდებია ესეთი მდგომარეობით, შენი მენტალური მდგომარეობით ორსულობის დროს. რომ მოდიხარ კლინიკაში აი ამ აპარატებში, ერთ-ერთთან დადგები და გაივლი ჩეკინს. ექიმა გაიგოს რომ მოხვედი. ესე გამოიყურება ეს ოთახი, მოსაცდელი, ესეთი და სხვა ბევრი ესეთი ოთახია კიდევ, დღეს აქ მაქვს ვიზიტი. გამოვედი, სამწუხაროდ რიცხვი ჯერ კიდევ არ მითხრეს. ჩემს დაბადების დღეზეა შემდეგი ვიზიტი დილით, ეხოსკოპია უნდა გამიკეთონ და უკვე ყოველ ერთ კვირაში უნდა ვიარო ექიმთან ეხოსკოპიაზე და გასინჯვაზე, ყოველ ერთ კვირაში. ასე რომ 23 ივლისს შემდეგი ვიზიტი გვექნება. და ერთი კვირით ადრე გაგაფრთხილებთო საკეისროს თარიღს. გეტყვით ერთი კვირით ადრეო. ყოველ შემთხვევაში 38 ნახევარი, ანუ 38 კვირიდან უკვე დავნიშნავთო მალეო რა. შეიძლება ეს იყოს 39 კვირის რო გახდები, ან 38 კვირის და რამოდენიმე დღის. 39 კვირამდე როგორც ყოველთვის რა, როგორც კეთდება საკეისრო, თუ რამე გართულებები მანამდე არ იქნება, 39 კვირისთვის დანიშნავენ და ეხლა ვარ 35 კვირაში გადავედი. ჯერ არ ვარ სრული 35-ის, 35-ში ვარ. აუ ეს სამიანია, 4-იანი არ არის.
4-იანი მინდა ეს 3-იანია. როგორ მიყვარს გარგარი, ყველაფერი მაგრამ ხელს ვერ ვკიდებ ვერაფერს. ესა ეს 4-იანია, ვაშლატამა მინდა და ვაშლატამებზე დაგამბენოთ. რა უნდა ნახო? როგორი კარგებია, როგორი კარგებია. მე ძალიან მიყვარს ვაშლატამა და ის ჩვეულებრივი ატამი ხელი არ შემიძლია რომ მოვკიდო. ლილე როგორ ზის? ჩვეულებრივ ატამს არ შემიძლია რომ ხელი მოვკიდო და ესეთი ვაშლატამები არის ჩემნაირი ადამიანებისთვის გამოგონილი. ვაშლები არა გვაქვს, ვიყიდოთ ვაშლები. ეს არის 3-იანი, მოიცა 4-იანი მოვძებნოთ. აი 4-იანი. როგორ პარკიცა ვიღოთ და ჩავდოთ. ეს ვაშლი. აქ ნამეტანი ისმოდა მუსიკის ხმა და მომიწევს რომ გავახმოვანო. თქვენ კი გიყვართ როცა მე ვახმოვანებ, მაგრამ მე ძალიან მეზარება ხოლმე ეს პროცესი. აქ რო დავდივარ, რას ვეძებ აღარ მახსოვს. ლილე და სოსო მაიმუნობენ. ესე იგი რომ მოვედით, ცოტა ხანი დავისვენე. ხო და ой. დავისვენე ცოტა ხანი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა დღევანდელი სადილიც და ხვალინდელი, ანუ ერთი სადილი, რომელიცაც მივირთმევთ დღესაც ხვალაც და შეიძლება ზეგამდე გვეყოს. ეს არის ჩახოხბილი. ჩახოხბილის სწავლება არავის არ გჭირდებათ, დარწმუნებული ვარ. ყველა მშვენივრად იცით როგორ კეთდება. უბრალოდ თქვენთან ერთად გავაკეთოთ და ჩახოხბილი მასთან ერთად ვარსკვლავის თუ ყვავილების მაკარონთან ერთად, ანუ როგორც გარნირი, მოსასხმელი იქნება ჩახოხბილი და მაკარონიც, არასდროს არ ვაკეთებ მარტო ჩახოხბილს. ან წიწიბურასთან ერთად, ან მაკარონთან ერთად მივირთმევთ ხოლმე ჩახოხბილს. ხო და გავაკეთოთ ერთად, მაგრამ მანამდე ეს ჭურჭელი მინდა რომ დავაბინაო. ცოტა ისე დაგაყენოთ, რომ გამოჩნდეს. ეს სანამ წავიდოდით ექიმთან, მანამდე დავრეცხე ეს ნამბის პარკი. მანამდე დავრეცხე, იმედია რომ ვენტილატორის ხმა ძალიან არ ესმის, შევამოწმებ მაინცა. ყოველი შემთხვევისთვის მიკროფონს მაინც გავიკეთებ. ხო, ჯობია. სადამდეც მეყოფა. იმედია არ გამომეპარება რომ გაითიშოს. თორე აქ შუქი რო ხრება, ვერ ხედავ ხოლმე და ისე არ მინდა გამომივიდეს რომ ვილაპარაკო და მე აღმოჩნდეს რომ ხმა არის მის ჩემი. ხო და მოკლედ სანამ წავიდოდი, მანამდე გავრეცხე ეს ჭურჭელი. და წავედი ექიმთან. ხო და ეხლა შევალაგოთ. ნახევარი არ უჭირს. ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია თან ჩახოხბილი. ძალიან დიდი ხანია. უნალექო ყავა ვიყიდე 3 დღეა უნალექო ყავა არ დამილევია. არ მქონდა. ხო და დღეს სოსოს გაახსენდა ისიც, თორემ მე კიდე არ მახსენდებოდა მაღაზიაში რომ ვიყავი. სოსოს გაახსენდა. ზოგადად მე ცოტა მახსოვრობასთან ჩემი მოცედით ბარემ ესე გამოიყურება. ხშირად არ ჩანს ჩემი მოცელი და არც ვანახებ ხშირად. ანუ რა მოცელი რადასადახია, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ როცა დრო გავა ჩავთო ახლა ეს ვლოგი და ვუყურო. ოჯახთან ერთად როგორი ვიყავი. როგორ ველოდებოდი ბაიას და ასე შემდეგ.
მოკლედ აქ ნაგავი წაიღოს ოსომ და ჩავაფინოთ ახალი პარკი. აქ სურნელოვანი ესეთი ცისფერი მქონდა წინაზე ერთი ცალი თუ აღარ არის. და კარგი სურნელი აქვს ამას. ძალიან. ესე უხო ხოლმე. აღარ უძრაობს ასა. ზედმეტად. ჩემი ქათამი ჯერ კიდე გაყინულია, ამიტომ ფროუზენზე დავაყენებ. იმაში მიკროტალღურში და ისე გავალღებ, ხო? იმიტომ რომ მაგას რო დაველოდო მე დაღამდება. სანამ ხორცს ვალღობ, მომამზადოთ სხვა ინგრედიენტები. აუცილებლად ეს სხვა ინგრედიენტები არის პამიდორი, რამოდენიმე ცალი, ადუღებული წყალი გადავალოს და გავუწყნათ. ჩვენ შემთხვევაში 2 ცალი პამიდორი გვეყოფა. ესეთი 2 დიდი. იმიტომ რომ გატარებული პამიდორიც მაქვს და საკმარისია. ცალი წითელი მოტკბო-გემოს აძლევს ჩახოხბოს და ძალიან მომწონს მე. საწებელი ხახვი ძალიან უხდება. ამიტომ ბევრი გვჭირდება. ანდეც კამერა ცოტა ცუდად არის ჩემი აზრით, მაგრამ ვეცადოთ გავასწორო. ეს ხო? მიკროფონი არ გაგვეთიშოს ამ სიკეთის დროს. მწვანე ბულგარული არ მიყვარს ჩახოხბილში. ზოგი საერთოდ არ უშვება ბულგარულს. მაგრამ მე უშვები. რაკოვინაში შეიძლება რაღაცას კითხვა გაგიშეთ, რატო ყრითო, რატო ყრიო, მაგრამ მე ყოველთვის ესე ვყრი და მე ბოლოს ვიღებ, რა თქმა უნდა. ცოტა გაფუჭებულა. მაგრამ არა, რაც არ არის გაფუჭებული, ის ვუხნებ. არ ვიცი გითხარით თუ არა, მაგრამ შაბათს მივდივარ ჩხირების მოსახსნელად და რამოდენიმე თვე ჩერდები. ფიზიკურად მაინც ვერ გამოვიყენებ შილაკს. ოპერაციაც რომ იწევს თან არ შეიძლება. მე ბავშვთან ვერ დავტოვებ თავიდანვე. ხო და ამიტომ რამოდენიმე თვით შევჩერდები, თუმცა ჩვეულებრივ მანიკურს ახლა რა თქმა უნდა წავიხსნევ. ხვალ არა, შაბათს ზეგ მოვიხსნი. ხო და ესე რამოდენიმე თვე ერთი ხახვი არ მეყოფა, 2 მინდა. რამოდენიმე თვე ესე ვიქნები რა. გაითიშა მიკროტალღური, ახლა კიდე ერთხელ ჩავთავ. მოდი დავჭრათ ჯერ ეს და მერე გავაცალოთ, ხო? ჩემ ქმარს უყვარს ჩახოხბილი, ოღონდ წვენი.
ქათმის ხორცი დიდად არა. მე ყველაფერი მიყვარს ჩახოხბილის. ძალიან მინდა რომ კვირას აქვს ოსოს დაბადების დღე. ხო და რა თქმა უნდა იმუშაოს, არაფერს არ აპირებს. მაგრამ მე მინდა რომ ტორტი გავუკეთო სახლში. არასდროს არ გამომიცხვია ტორტი და ფიქრობ რომ შაბათს ვცადო. არ ვიცი რატო გადავწყვიტე პირველად ოსოს დაბადების დღეზე, მანამდე დამეტესტადე და მაგრამ რაღაცნაირად მჯერა რომ გამომივა და რომც რაღაცა ხარვეზები ქონდეს, ეხლა ოსოსთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ სურვილია მთავარი და მონდომება. რატომ აკეთებ და რისთვის აკეთებ. ასე რომ უნდა ვცადოთ. ამას უკვე შემდეგ ვლოგში ნახავთ, რა გამოვა. გამომივა თუ არა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ გამომივა. წყალს ჩახოხბილს ზოგჯერ არ ვამატებ. საერთოდ. იმიტომ რომ ხახვი თავის საქმეს შვება, იქ პამიდორი, იქ საწებელი შეიძლება არც დავამატო, მაგრამ სოსოს უყვარს წვნიანი საჭმელი. აი წიწიბურასაც კი არ ჭამს მშრალს და აჯაბსანდალი არ უყვარს კიდე მშრალი, ანუ ტაფაზე აჯაბსანდალი უყვარს წვნიანი ყველაფერი და სოსოს გამო ვაკეთებ შედარებით წვნიანს, თორე ზოგადად ჩახოხბილს წყალს არ ვამატებ და წესითაც არ ემატება წყალი საერთოდ. ისმის ხრაშუნი? წითელი ბულგარული ძალიან მიყვარს. Sam. Oops. Delicious. ძალიან კარგია. Delicious, როგორც ლილე იტყოდა. ესე იგი, დავიწყოთ ახლა. დაბალ ცეცხლზე გაცხელდეს ჩვენი ქვაბი. აქეთ ხორცი უკვე გავალღვე, აქეთ პამიდორი მაქვს ცხელ წყალში. ჩანს მშვენიერია. ხო და დავიწყოთ. გაცხელდეს, დაველოდოთ ცოტა ხანი. და დავიწყოთ. ისე. ხის კოვზი ძალიან მიყვარს საჭმლის კეთების დროს. ხის კოვზის გამოყენება. ცოტა დავუწიოთ დაბალზე, მაღალი ცეცხლი არ გვიწყობს ჩვენ. ჩვენ არაფერს დაჭრა აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ მწვანილები მე დაჭრილი მაქვს და გაყინული მაქვს, ამიტომ რაკოვინაში იყოს ეს. ნიჟარაში. ეს უკვე უნდა მოითუშოს კარგად. სანამ ეს ითუშება, ჩვენ ხორცი დავჭრათ. კარგად მინდა რომ ჩანდეს, ამიტომ გადაგინაცვლებთ იქეთ. ესე. ის დიდი დაფა უფრო კომფორტული იქნებოდა, მაგრამ არ უშავს. გამოვიღოთ თებში.
ესე რომ ნახოთ აქ რა ხდება. ვინაიდან და რადგანაც ხორცი ბევრია, ამდენ ჩახოხბილში არ ვუზავ. შევინახავ ნაწილს ქათმის შაურმისთვის, როცა გავაკეთებ. ესე ეხლა ჩავამატებ ამ ხორცს, ძირითადად მინდა ესეთი ძალიან მჭლები არა. ესე ესეთი ძვლიანები. ესე აი ამას სულ ვუზავ. ესე და მოითუშოს ამ ქათამთან ერთად ეს ხორცი. ამასობაში შევინახოთ ეს ხორცი შაურმისთვის. აი ესე კონტეინერში შევინახოთ და გავაკეთოთ. ამასობაში სანამ ეს კეთდება, ესე ჩვენ გავფრჩქნათ ჩვენი პომიდორი. სანამ ეს ითუშება, პომიდორიც მერე ჩავამატოთ. ჯერ კიდე მოითუშოს ცოტა ხანი, მანამდე დავჭრეთ. ნახოთ. კარგად მოითუშება. კარგია. ესე. მედია აქ ცოტა ვერ აჩანს კარგად. ჩავამატოთ პომიდორი. წვენი გაუშვა ამ პომიდორმა ბევრი. ასე. 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 ესეც მოითუშოს. ამასობაში ნიორი გავარჩიოთ. აი ეს ორი კბილი ნიორი ეყოფა. ესე.
აი აქ არის ხოფშია დედეკო ეგ ხორცი ახლა და ვაკეთებ ჩახოხბილს ესე და გავამატებთ ახლა ბოლოს ძალიან ცოტას აი ამ გატარებულ საწებელს არა ტომატ პასტა არამედ საწებელი so მე არ დავამატებდი წყალს რა თქმა უნდა მაგრამ სოსოს გამო მიწევს რომ დავამატო წყალი იმიტომ რომ წვენი უყვარს ძალიან ესე დავამატოთ წყალი ახლა ეს დავაროდოთ რომ ადუღდეს სანამ ჩახოხბილი ადუღდება მანამდე რა ჭურჭელიც გავსვარეთ საჭმის კეთების დროს ის გავრეცხოთ აი მე როგორ მიყვარს ჭურჭელის რეცხვა გიჟდები ლამის მეზობლებშიც დავიარო და იმათიც დავრეცხო რა გიჟდები უკვე დღეში 952 ჯერ ჭურჭლის გარეცხვაზე გიჟდუ მაგრამ რა ვქნა ჩემი გოგოები რო გაიზრდებიან იმედია მომეხმარებიან მაგ იმედით ვიქნები იმედიც აღარ მქონდეს კაცო ხო ესე გავრეცხოთ მოვილიოთ ეხლა თქვენთან კამერაში არ ჩანს მაგრამ უფლად ვიწურები იმიტომ რომ ვრეცხავთ ხელი წყლით ყოველთვის ჭურჭელს და სიცხეში კიდეც ხელი წყალი ვენტილატორი ვერ მიბერავს იმიტომ რომ მე თუ ვენტილატორი მანდ დამიბერავს გასცაც და უბერავს და მე ცუდია რა გას რო უბერავს ქარი ხო და მიწევს ხოლმე როცა გაზი არის ჩართული ვენტილატორი მე ვერ მიბერავს ონკანთან როცა ვდგავარ და ესე ვიხრუკები და უდიდესი მსხვერპლი უნდა შევწირო რომ ცხელი ჭურჭელი დავრეცხო იმიტომ რომ ცხიმიანი ჭურჭელი როა და რაღაცა ცივი წყალი ვერ ქაჩავს ისე როგორც საჭიროა და მიწევს აი ესეთი მსხვერპლი შეწირვა გენეთვალეთ ხო და ესე ბევრი არ იყო ხო ხედავს ძალიან ცოტა იყო და გათავდა აი ესე მოვაკრიალეთ არც უნდა შეეტყოს სამზარეულოს რომ ჩვენ აქ რაღაცეები მახინაციები ჩავატარეთ ესე სუფთათა კოხტათა ლამაზათა დავტოვოთ სამზარეულო აი ესე მირეცხა მორეცხავსო ამასობაში მოიხარშა ესეთი მაკარონი ყვავილის ფორმის ჩავაგდე ცოტა კარაქი ესე აქეთ ჩახოხბილიც ესე გამოიყურება ხო და ეხლა ლილეს ვაჭამოთ ეხლა უნდა დავასრულო ეს ვლოგი ლილე მიირთვა მოვაწესრიგე დავბანე დავაწვინე და უკვე ზძინავს და მინდა მანამდე სანამ დავუმთავრებ განახოთ ქარსითი როგორ მოხდა ეს ქარსითი ჩემს ხელში არ მიყიდია ამერიკის ერთ-ერთ ჯგუფში გოგონას ქართველ გოგონას ედო რომ გავაჩუქებ ქარსიცო და შემეხმიანეთ რა ხო და თან მაგ დროს მე და სოსო ვლაპარაკობდით ქარსიცზე რომ როდის წავსულიყავით მეორად მაღაზიაში ვაპირებდი სადაც ყიდვას როდის წავსულიყავით რაღაცა და რო გვეყიდა ხო და ამ ლაპარაკის დროს შემხვდა ეს პოსტი განცხადება ამ გოგოსის 9 წუთის წინ ქონდა დადებული რა რომ ნახე ხო და არავის არ ქონდა მიწერილი პირად შეტყობინება შემივწერე და იმ დღესვე შევთანხმდით წამოღებაზე იმ დღესვე ხო მე მგონი იმ დღესვე ხო და მოიტანა მე სოსო განახებთ
ამოთო შუქი. ეს მარტო მანქანაში მაგრდება. იმ ისკალიასკა რომელიც მე მექნება იმ კალიასკა სავარაუდოდ არ დავუმაგრდება, მაგრამ არ არის ჩემთვის ეგ პრობლემა. თავარია მანქანაში ჰქონდეს ბავშვს სავარძელი. და განახებთ ახლა როგორია. აი ესე გამოიყურება. აი ესე. მაგრდება მანქანაშიც რო დავამაგრებთ. განახებთ. ეს ეხსნება და სანამ ჩავამაგრებთ მანქანაში გავრეცხავ აუცილებლად ამას მოვხსნი გავრეცხავ ესით ესეც უნდა ეხსნებოდეს და ესენიც გადადის გადმოდის ხაცალი ხელით ვერ ვაკეთებ უბრალოდ ესეთი მშვენიერი ქარსითი ექნება ჩემს გოგოს ესე იწევა ესე მაგრამ კარგი მძიმეა მინდა გითხრათ სავარაუდოდ ეს ეხსნება ჯერ არ გავყოულვარ თამაში სავარაუდოდ ეს ეხსნება ცალკე კიდე და ნახოთ რა მე სოსო გაერკვევა და თორე ამიანად აი ეს ამძიმებს ძალიან აი ესე მოკლედ ღმერთმა გამოგვიჩინა შანსი და ეკონომია გავაკეთეთ და ქარსითიც გვაჩუქეს როცა მე აღარ დამჭირდება მეც სხვას დავეხმარები და ასე ასე რომ ესეთი ამბავია ჩემო ძვირფასებო საყიდელი გვაქვს წვრილმანები უკვე მხოლოდ ძალიან წვრილმანები ვანა მაქვს საყიდელი ჩემთვის კამრები საკეისროს მერე გასაკეთებელი ну რაღაცეები რა წვრილმანები რასაც რო ვიყიდი განახებთ აუცილებლად ეტაპობრივად სხვა მეტ ისეთ სათქმელი და ახალი არაფერი არ ხდება ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვლოგს ამ ვლოგის სმაილები მინდა იყოს ვინც ბოლომდე უყურეთ ფეხმძიმე გოგოს სმაილები ვინც დამიწერთ მიუხვდები რომ ბოლომდე მიყურეთ და აქვე ყველას მადლობას გადაგიხდით ვინც ვლოგს ბოლომდე უყურებთ ხოლმე ეს დიდი პატივისცემაა ჩემდამი და თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ რომ ესეთი კარგები მყავხართ რა ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე უყურებთ ჩემს ვლოგებს ძალიან დიდი მადლობა შემდეგ შეხვედრამდე შემდეგი ვიზიტი ექიმთან 23 ივლისს მაქვს მაგრამ მანამდე სოსოს დაბადების დღეა კვირას არ ვიცი დიდი იმედი მაქვს რომ ტორტს გამოვუცხობ დიდი იმედი მაქვს რომ გამომივა და გადავიღებ რა თქმა უნდა ხო და მინდა რომ მანამდე აი ეგ ვიდეო დავდო სოსოს დაბადების დღის ტორტის ვიდეო იმედია გამომივა დროებით შემდეგ შეხვედრამდე დროებით